1-1-2 გისმენთ? რომელი საათი? რა ქალბატონო 9:05 წუთია. რომელი საათია? ქალბატონო არ მესმის ყურითა 80 წლისა ვარ 8 თუ 9 1-1-2 გისმენთ? სასწრაფოა? დიახ ბატონო სასწრაფოა გისმენთ. ესე იგი გულის პრანჭვები მაქვს. უკვე იყო ბრიგადა ბატონო თქვენთან მოსული? ბრიგადა იყო, მაგრამ ესენი არიან ლონდრეების ბრიგადა. 1-1-2 გისმენთ? ძალიან ცუდად ვარ ვაზიანში. გამოძახებული ყავთ სასწრაფო თუ ეხა გნებავთ რომ გამოიძახოთ? ეხლა გვინდა რომ გამოვიძახოთ. რომელი რაიონიდან გვიკავშირდებით? გარდაბნის რაიონიდან ვაზიანში. ძმაო ძალიან ცუდად ვარ 1-5 კაცი რაღაცა არაყი დავლიო და სულ ყველას დედა გვაქვს. ხლიკზე გამოძახება გვიდა ეზოში ყავდა რა ვქნათ? ეს ხვლიკი ეზოს ხვლიკია. დიდი ხვლიკია? ალო 112 გილოცავთ ახალ წელს. 1-1-2 გისმენთ? გამარჯობა, დავაზე წარი. მადლობ თქვენც ასევე გისმენთ. დიღომში ხვალ მაგარი ხათი და თუ მოყვათ მაგრა გაასწოროს. კარგი ბატონო, მადლობ, ჩვენ მუშაობთ ვერ მოვალთ. კარგად ჯანდაბად. სასიამოვნო ღამის გისურვებთ. დაი გოგო ხარ. გათხოვილი ხარ? არა ქალბატონო. რა ხნისა ხარ? ქალბატონო სამწუხაროდ მე ამის თქვის უფლება არ მაქვს. მიმდინარე ზარებს უნდა ვუპასუხოთ. მშვიდობიან დღეს გისურვებთ უკაცრავად. მე გასწავლი კაცო რაღაცას. თუდი კი არ არის, ჯადუ არ არის, არაფერი არ არის. მესმის ქალბატონო. მისმინე. შენ ხელში რაც მოხვდება ძაფი მარყუჟის სახით, ის უნდა გახსნა უმაღლესად. არ უნდა გაჭრა. გამიგი? კარგით ქალბატონო. დინა ბამბანერკა იყოს, დინა სხვადასხვა საქსოვი ძაფები. უმაღლესად ნემსის წვერით გახსენი, მეტი არაფერი. დაიბედი გმადლობთ, მშვიდობიან დღეს გისურვებთ ქალბატონო. 1-1-2 გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობათ გისმენთ ბატონო. სააკაძის მოედანზე ვდგება ავტოსაგზაო შემთხვევა უკნიდან ტაქსის ხოლმამ დამატყვა. დაშავებული არის ბატონო მე. ზეგთან ვდგება. არა, დაშავებული არის. მანქანაა დაშავებული. ნომერი შეგიძლიათ მითხრათ? ჩემი? თქვენი მანქანის ნომერი. კი ბატონო, ელი ტე ელი ლავრენტი პრუსიკი 1-1-2 გისმენთ? ალო, დიახ. სასტრაფოა. დიახ, გამოძახება გნებავთ? დიახ. რომელი ქალაქია? რომელი საათია? მიდი გაიძახე. საათი. 7:09. რომელი ქალაქია ქალბატონო? რომელი საათია? მიდი გაიძახე. 7:09. ქალაქი რომელია? ქალაქი ხაშურია, ხაშური. 1-1-2 გისმენთ? ალო, გისმენთ? გამარჯობათ. უკაცრავად გაწუხავთ. თუ შეიძლება ფასიანი ტაქსის ნომერი თუ იცით? უფასო ტაქსი არის რომელიმე? 1-1-2 გისმენთ? მადლობა ღმერთს რომ ისმეჩილო. გამარჯობათ გისმენთ. დედოფალი მომავალი საქართველოსი. არა მაქვს პრობლემა. მე ხალხის პრობლემა მაქვს. ნახე რა ხდება. ესადეთი ვინცა დღეს მისმენთ, თქვენ ახალ გენაცვალენ. მე ხალხის ბედი მაინტერესებს. ქალბატონო ერთი წუთით ამ ეტაპზე ჩვენი დახმარება ხომ არ გჭირდებათ? სასტრაფო დახმარება იქ არ მომისმინეთ. თქვენ მარტო გაინტერესებთ. დინას წარმეტყველებები არ შედის ჩვენს კომპეტენციაში სამწუხაროდ. შვილო, მაშინ ღმერთს დაგვესწროთ. დიდი მადლობა თქვენც ასევე დაგემშვიდობებთ. 1-1-2 გისმენთ? გამარჯობა, სასტრაფოს გამოძახება. გამარჯობა, საიდან გვიკავშირდებით ბატონო? მობილურიდან. 1-1-2 გისმენთ? რა ხდება ისეთი? უცხოურმა კრაზანამ მიგბენა და გასიჩიაო და უცხოური კრაზანა რას ნიშნავს ბატონო? ვაი ადრე ტელევიზორში რაღაც კრაზანები იყო შემოსული და როკბესო კაკასაკლავს. და როგორია ეს უცხოური კრაზანა ბატონო?
ხა სპიჩკაში ხა მაგა დიდი არის. თავს როგორ გზნობთ ბატონო? მაღვენებს. რა გჭირთ? მაღვენებს ყლბი. ბატონო, სასწრაფო გამოსულია თქვენი მისამართით, უბრალოდ ვაზუსტებ ინფორმაციას და ეს მაღონებს რას ნიშნავს ბატონო? კნესის რავი გამომტეხავ. ანუ გაქვთ შეშუპება და კიდევ? შეშუპება მაქვს და ცოტა პეხიარობაა. პეხიარობა რა არის ბატონო? ანუ რას გრძნობთ ეს? კნესის რა ვიცი. ალო, 112 გილოცავთ ახალ წელს. 112 გისმენთ. რა ხა გაიგზა ნუგზარი? ვინ გაიგზა ბატონო? ნუგზარი გაიგზა. თქვენ ახლა 112-ში რეკავთ ბატონო. სად რეკავ? 112-ში ეს არის გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი. რა ის 112-ში? ნინო გაიხნო მე გაიხნე რა თქმა დააგვიძე რა მიდი ნუგზარი რა. ალო, გამარჯობა 112-დან გიკავშირდებით. ვაიმე, თუ არ შეწუხდებით 5 წუთში გადმორეკეთ აბაზანაში ავატყოფი. რომელ რაიონში ხართ თბილისის? ესა ლენინის რაიონში. მე რომელი რაიონი უკაცრავად? მეტრო ოქტომბერთან. არის ახლემი და არის თხა კიდე და ამახლემა კაცი შეჭამაგერ თითქმის თავზე გადააწყავა ყველაფერი. აგერ ბავშვი და კაცი მოდიოდა და თავზე უგბინა ახლემა იმას აფია. მოქალაქე. პარკის ახლემია ბატონო. მოდის კაცო ეს ისა რა ქვია. გაიწიეთ ბატონო, გაიწიეთ. ალო, გისმენთ. ალო. ხალბატონო, გესმით ჩემი ხმა? არა, ხართ არავინ მან. დღეს რა რიცხვია? 10 ივნისია ხალბატონო, 10. 10 რიცხვია. როგორ გენაცვალე? სუდად მესმის. ისე მითხარი შენ გენაცვალე რომ 10 ხალბატონო, 1 და 0. ჰა? 1 და 0. 10 რიცხვი. გაიგე? 8 რიცხვია? არა, 10. 10? დიახ, ეგ არის. შენ შემოგევლე. შენი